მეგობრებო, როგორც იცით, ამ ვიდეოების რეალიზება ხშირად ხდება ისე, რომ შეიძლება ჩავიწერო დღეს და მისი დამუშავებისთვის და ასატვირთად გამზადებისთვის მოვიცალო რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ. ასე რომ მოცემული ვიდეოც ჩაწერილია რამდენიმე კვირის წინ და არანაირად არ უკავშირდება მიმდინარეში და პოლიტიკურ სკანდალებს ფულთან დაკავშირებით. გვაქვს სრულიად შემთხვევითი დამთხვევა. აქ მხოლოდ და მხოლოდ განხილულია ის ძირითადი პრინციპები, რაც უკავშირდება გლობალური ელექტრონული ვალუტის შემოღებას და მასთან დაკავშირებულ შიშებს. ასევე ის ნაწილი, სადაც ვსაუბრობ კრიმინალურ სამყაროზე ნახევრად იუმორისტული ხასიათისაა. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი და ეს არის არხი იდეა პორტალი. ეს თემა ახალი არ არის რა ვიცი, რაც ეს ელექტრონული ფული კი არა და საბანკო ბარათებზე და საერთოდ ვირტუალურ ვალუტაზე დაიწყეს საუბარი, ყოველთვის ტრიალებდა პერიოდულად ესე სოკოები თავს წამოყობდნენ ხოლმე ანტიქრისტე მოდის და უნდა დაგჩიპოს და მარცრული მართლობა და ასე შემდეგ. მინიმუმ 1-25 წელი მაინც რა და ბევრი სხვა ვერსიები ყოფილა. ერთი ნახევრად დოკუმენტური ფილმიც იყო CD-ზე გავრცელდა, მე თვითონ ეკლესია მოარყო ეს ფილმი, რომ სისულელეაო. მოკლედ ესე თუ ისე სიმართლე გითხრათ თვლად ვერ ხვდები, აი ახლა რა იყო ამისი კატალიზატორი, რამ გამოიწვია ამისი უცებ ისე წამოტივტივება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში როგორც ჩანს აქტუალურია და კაიხანი აქტუალური იქნება. ფრიად გავრცელებული შეთქმულების თეორია, მაგრამ შეთქმულების თეორიას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ეს უკვე თითქმის 20 საუკუნეა მოდის, ანუ წმინდა წერილებიდან და სახარებიდან წინასწარმეტყველება, რომ იქნება ანტიქრისტეს მოსვლა და ამას წინ უძღვის რაღაც პროცესები. ეს იქნება მაგალითად რაღაცა საერთო ფულის შემოღება, რომელადაც დღეს აღიქვავენ ელექტრონულ ფულს, მერე დაჩიპვა ეგრეთ წოდებული მარჯვენა ხელზე და შუბლზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველას გაგვიგია ხო? მე მინდა ახლა რამდენიმე ფაქტორი მოგიყვანოთ, როგორც ჩემს ვიდეოებში მჩვევია ხოლმე, შევეცდები რომ ზუსტად აღწერო სიტუაცია და დამყარებული იყოს მეცნიერებაზე და რეალურ ფაქტებზე და არა თქვათ რაღაც წარმოდგენებზე, აბსტრაქტულ შეხედულებებზე, ჰალუცინაციებზე ადამიანებში და საერთოდ ზოგადად ეს ყველაფერი რითაც არის განპირობებული ჩვენი მიდრეკილებას ღაპრებისადმი. ამას რომ შევეშვათ და ცოტა უფრო პრაგმატულად განვიხილოთ საკითხი. რამდენიმე ფაქტორია, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი და ეს ფაქტორები არის შემდეგი. პირველი ის რომ რას წარმოადგენს ტოტალური კონტროლი. თავისთავად. ტოტალური კონტროლი როგორც ასეთი თავისთავად არასტაბილური მექანიზმია. მეორე ფაქტორი ის რომ ეს ელექტრონული ფული მაგალითად, რომელზე გადაყვანის ტენდენციები დღეს ჩნდება, მთლად ისი არ არის, როგორც გვეშინია და როგორც დიდი თვალებით უყურებთ და ესეთი რაღაც შეუძლებელია, რომ ისე მოხდეს, როგორც იდეალისტურად წარმოგვიდგენია და გეტყვით რატომაც. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი კიდევ არის ის, რომ ყოველთვის იარსებებს, ყოველ დროში არსებობდა და იარსებებს კატეგორია ხალხისა, რომელიც ინარჩუნებენ ძველ სისტემებს. მაგალითად, ნატურალურ მეურნეობას ან ნაღდ ფულს, ნაღდი ფულით ვაჭრობას, ასე ვთქვათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ესეც ილუზიაა და წარმოსახვის ნაწილია, რომ შეუძლებელია ვიღაც უცებ გამოვიდეს, ვიღაც თელთვალებიანი, რქებიანი და ოჯებიანი ტიპი და თქვას, რომ იცი რა მე ახლა კონტროლს ვიღებ ყველაფერზე, თქვენი ფული ჩემს ხელშია და უნდა დამემორჩილოთ ყველა და ასე შემდეგ. მოდით დავიწყოთ ცალკეული მათგანის დეტალურად განხილვით. ჯერ პირველ რიგში მინდა იმაზე ვილაპარაკო ორი სიტყვით, რას წარმოადგენს ბიბლია და ვისთვის არის ბიბლია. უფრო ახალი აღთქმა, მოდი. ძველი აღთქმა კიდე ცალკე თემაა და ცალკე მიმართ. ადამიანის გარეშე ეს წიგნები, ახალი აღთქმა და სხვა რელიგიური წიგნები, რომელიც ქადაგებენ ჰუმანიზმს ადამიანში, აი ადამიანის გარეშე რაიმე დანიშნულება აქვთ ამ წიგნებს და ამ წყაროებს? რა თქმა უნდა არა, ხო? ადამიანები რო გაქრნენ, ეს წიგნები ისევ დარჩება, მაგრამ მათ ფუნქცია არ ექნებათ. ფასეულობა არ ექნებათ მათ, ხო, არანაირი ღირებულება მათ არ ექნება. ის რაც იქ წერია, საჭიროა იმისთვის, რომ პირველ რიგში ადგილი ქონდეს სიკეთეს. სიკეთე ტრიალებდეს ადამიანთა შორის, ხო? ეხლა ეს გამოთქმა, ცნობილი ფრაზა, რომ ბოროტსას ძლია კეთილმა არსება მისი გძელია, საიდან ვიცით, ხო? რახანო არსებობ, შეიძლება ვთქვათ, რომ ბოროტსას ძლია კეთილმა. რატომ? იმიტომ რომ აპრიორად უშვებთ, რომ სიკეთე არის სიცოცხლე და ყველაფერი ის, რაც სიცოცხლის არსებობას უწყობს ხელს. და ბოროტება არის ის, რაც სიცოცხლის არსებობას ხელს უშლის, ხო?
აპრიორად ამას უშვებ. ნუ ახლა ფიზიკოსის თვალსაზრისით ეგ კიდევ საკითხავია, მაგრამ აქ რა თქმა უნდა ამ მიმართულებით არ წავალ და მოდი შევხედოთ მაღალ ზნეობრივი და მორალური ნორმების პრიზმიდან ამ ყველაფერს. ანუ თუ ნახეთ რა პარადოქსთან გვაქვს საქმე. თუ ახალი აღთქმა ქადაგებს სიკეთეს ადამიანთა შორის და მით უმეტეს მორწმუნეთათვის და იმ ქვეყნიური სამყაროში არსებობისა, ვისაც ჯერა იმათვის კიდევ სიცოცხლეს იქით იმ სამყაროში და იქაც სიტყვა სიცოცხლე ფიგურირებს, ხო? რატომ არის ეს მიდრეკილება და ეს მონდომება, რომ მაინც და მაინც უნდა იყოს მეორედ მოსვლა, რაღაცები დაინგრას, ვიღაცები დაიწვნენ, ვიღაცები დაისაჯონ, იქ რაღაც ანტიქრისტე მოვიდეს, ანუ ამაზე იმედების დამყარებით დადის ხალხი ეკლესიაში, ამის იმედი აქვს, რომ თავდაყირად ადგება მთელი პლანეტა, რაღაცა მოხდება საშინელება. აი ეს ამ ქვეცნობიერს თქვენში თუ დაკვირვებულ ხართ, ხო, რომ აი ეს რაღაცა ამის მიზეზი რა არის, მოდი არ გვინდა ეს გადაკავშირებულია იმასთან, რომ აი მაგალითად განსაზღვრება ქრისტეს ქადაგებისა, რომ ის ჯერ ჯოჯოხეთში ჩავიდა და იქიდან დაანახა სამყაროს სიცოცხლე, ანუ ჯერ ჯოჯოხეთი ჩვენი ქვეცნობიერია, აქედან დაანახა ადამიანებს სიცოცხლის სახე, როგორი რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებში იტრიალოს სიკეთე. ეს რა თქმა უნდა ცალკე ფილოსოფია და ცალკე თემებია, მაგრამ ეგ თქვენ თვითონ უნდა მიხვდეთ, რომ რატომ არის, რომ მაინც და მაინც მიდრეკილება აქვთ მორწმუნეებს, რომ აი რაღაცას ელოდებიან, რომ ქვეყანა დაიქცევა და აი დღეს აიხვალ და ვიღაცა შვედი მეცნიერი გაპუტული თმებით რაღაცას აღმოაჩენს და მაშინვე დიდი თვალებით უყურებთ, რომ მორჩა ანტიქრისტე მოვიდა და რაღაც ესეთები, ხო? ანუ ერთი ეგ მომენტი, რომ ბიბლია ქადაგებს, ახალი აღთქმა ქადაგებს ადამიანთა შორის სიკეთეს და შვიდობას და რა ვიცი ყველაფერს კარგს ამ ქვეყანაში და იმ ქვეყანად, ვისაც წამს და ამ დროს ჩვენ ველოდებით იქ იმისგან რაღაცა საშინელებებს, ხო? ადრე მოსმენილი მაქვს, ახლა წყარო არ მახსოვს, მაგრამ მოსმენილი აქვს ესეთი განმარტებაც, რომ ეგ რაც ეწერა ეს მარჯვენა ხელზე და შუბზე რაღაც იმდროინდელი ისტორიულ პროცესებს აღწერდნენ. იმ დროს ხდებოდა ვიღაც მეფის მიერ რაღაცა ესეთი ბეჭედის დამაგრება შუბზეს, ან თავზე და მარჯვენა ხელზე და იქ საჭმელს არაჭმევდნენ, ვისაც ეს ბეჭედი არ ქონდა და რაღაცა ისტორიული არის. რო გადახედოთ, ალბათ სადღაც წააწყდებით, მაგრამ არ მინდა რომ ეხა ისე კონკრეტულად თქვა, რომ თან წყაროც არ დავდო. კარგი, მეორე ფაქტორი ტოტალური კონტროლი. აი თქვენ თვითონ, აი ლოგიკურად რომ დავუფიქრდეთ, ის კაცობრიობის ისტორიაში როდის ყოფილა ტოტალური კონტროლი იმ სახით გამეფებული, რაც წარმოდგენა გვაქვს წმინდა წერილებიდან, ხო, ვიღაც მოვა და მთელ სოფლიოში გამეფდება. აი როდის ყოფილა? არასდროს. ერთადერთი იყო ორი ყველაზე ცნობილი იმპერია, რომის იმპერია და მონღოლეთის იმპერია, ხო? უდიდესი, მე მგონი მონღოლეთის იმპერია ყველაზე დიდ ფართობზე იყო გადაჭიმული, მაგრამ თემ სოფლიოზე ხომ არ იყო, ხო? ბოლო დროს ვინც მოინდობა ტოტალური კონტროლი ჰიტლერის სახით კი იცით რაც დაემართა. საქმე იმაშია, რომ საერთოდ როცა ესეთ რაღაცებზე საუბრობთ, უნდა განვიხილოთ ეს სრულმასშტაბიან ჭრილში, ანუ კაცობრიობის თვალსაზრისით და არა ერთი ქვეყნის, 5 ქვეყნის ან რაღაცა რამდენიმე მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობის. ანუ მთელი მასშტაბი, პლანეტის მასშტაბით უნდა განვიხილოთ ესეთი რაღაცები. სადღაც რაღაც ეთიოპიელი ტომები რომ დარჩნენ თავისუფალნი ტოტალური კონტროლის პირობებში. ესე იგი ის არ არის ტოტალური კონტროლი, ხო? ანუ ნებისმიერ, ანუ ყველა როგორც ადრე მითქვია ერთ-ერთ ვიდეოში ამ თემასთან დაკავშირებულ ვიდეოში თავისი არსებობით ყველა რაღაც გავლენას ახდენს ამ სამყაროზე. მსგავსი რაღაც არც ყოფილა და არც იქნება, ვერ იქნება. აი მაგალითად რომ ავიღოთ ადამიანი დღევანდელი, რომელსაც არ მოსწონს ეს ქაოსი, რაც ხდება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში და ნატრობს და სურვილი აქვს რომ იყოს ვიღაცა სტალინისნაირი დიქტატორი, ხო, რომ სტალინის მუშტი და ჩექმა ყველაფერს დაალაგებს თავის ადგილზე, ხო? და წარმოიდგინეთ, მოვიდა ესეთი ვიღაც პიროვნება, ოღონდ ის არის ათმაგი სტალინი. აი ჩრდილოეთ კორეაში რა დიქტატურაც არის, ათმაგი კიდევ ის. ამოს უნთქვის საშუალებას, რომ არ აძლევს არავის. ნუ გიკონტროლებენ ყველაფერს, რა გაცვია, რაღაც რასაი რომ წაიღიღინო რაღაცა, იმას საკვირდებიან რომ სამშობლოს ღალატიში ჩაგითვალონ, რას კითხულობ, რას უყურებ ტელევიზორში, ტელევიზორს რა თქმა უნდა აკრძალავენ, რადიოს ამ ყველაფერს. ინტერნეტზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, თუ იქნება ინტერნეტ, შიდა ქსელი იქნება ან რაღაც ესეც. აი წარმოიდგინეთ ათმაგი ამ სახის დიქტატურა, ხო? ამ ადამიანს, ვისაც ამის სურვილი ქონდა, აუცილებლად მასში გაიღვიძებს ის ნაწილი თავისუფლებისა. ანუ ამით რისი თქმა მინდა და რა თქმა უნდა აუჯანყდება პროტესტი ექნება ამ სისტემის მიმართ. ამით რისი თქმა მინდა, რომ ადამიანები ისე ვართ მოწყობილი, რომ ყველაში რაღაც დოზით ყველა არის. ყველა სახის პიროვნება და ყველა კატეგორია. ტოტალური კონტროლი
შეუძლებელია. ან იქნება ცოტა ხნით. როგორც მაგალითად იგივე წეგანაც ვახსენე ჰიტლერის გერმანია ან სხვა რაღაც დიქტატორული სახელმწიფოები. ხო, ტოტალურ კონტროლში, რა თქმა უნდა, გულისხმობ სრული მასშტაბით, აი როგორც წარმოგვიდგენია ის რაღაცა საოცრება. ანუ კუნძულები, ასეთ შემთხვევაშიც კი, კუნძულები თავისუფლების აუცილებლად იქნება. ეს ერთი თემა. მეორე, რაც შეეხება ფულს, ეგრეთ წოდებულ ელექტრონულ ფულს. აი რამდენ ხანია რაც არსებობს ფული იმოცვლაში. ანუ ნატურალური მეურნეობის შემდეგ, რაც კაცობრიობა მისდევდა ნატურალურ მეურნეობას, ანუ პროდუქტების გაცვლას, აი იმის შემდეგ რამდენ ხანია რაც არსებობს ფული. დაახლოებით 25 საუკუნე ხომ არის მონეტები რომ იჭრებოდა. ნუ იქ შუმერებსაც ჰქონდათ რაღაცეები. აი სტანდარტულად უკვე ადამიანმა კაცობრიობამ რომ შემოიღო მონეტები და ჭრიდნენ ამ მონეტებს. ავიღოთ 10 საუკუნე რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ამ 10 საუკუნის განმავლობაში რამე ფაქტორი ითამაშა ამ ფულმა ტოტალური კონტროლის დამყარებაში? შეიძლება მცირე, ხო? როგორც ასეთი გადამწყვეტი მომენტი არ ქონია მას რაღაც, რომ რახან ის არსებობს მთელ სოფლიოში ტოტალური კონტროლი. ფული ვიცით რაში გჭირდება, ნებისმიერია დღეს რომ ადამიანი აიღო, იცის ფული ასაჭიროა, ხო? და იყენებს მას. ამაში ცუდი არაფერი არ არის. რამდენ ხანია რაც ბარათები არსებობს, საბანკო ბარათები. დაახლოებით 30-40 წელი ხო არის, რაც ტრიალებს, ხო ეს ყველაფერი. რამე ტოტალური კონტროლის სახე არის ამაში, ანუ ბუასავით ხო არ უნდა შევხედოთ, ანუ ლოგიკურად რომ მივყვეთ. ანუ რაღაცა მე ხა ერთი ფრაზა ამოჭრილი რომ აქედან მოისმინოს უკვე რაღაცა სასაულ დასკვნებს გააკეთებს, ხო, რომ ქადაგებს რაღაც კანტიხის გამეფებას და ასე შემდეგ, ხო? ანუ მე ვცდილობ რომ მივყვეთ ლოგიკურად. ანუ ბარათები ამდენი ხანია არსებობს და მსგავსი არაფერი ყოფილა, ხო, ყველა ვიყენებთ. და ვიცით რა საჭიროც არის. საზღვარგარეთიდან რაღაც რომ გამოიწერო პლანეტის მეორე მხრიდან ფულის გადარიცხვა და მთელი ეს ამბები, ხომ იცით რომ რამდენად შავ პროცესებთან არის, შავ სამუშაოსთან არის დაკავშირებული, ხო? მარტივად ხდება ელექტრონულად ყველაფერი. თუ იქნება რაიმე საერთო ფული, ელექტრონული ყურაბა გვექნება და ეს იმოძრავებს, რა თქმა უნდა, ამას რაჯობია რაღაცებს რომ გაამარტივებს და ააჩქარებს და უფრო კომფორტულს გახდის. საქმე რაშია რომ ეს მაინც და მაინც ვიღაცების აკრიტიკება კი არ არის, ეს არის საერთოდ ესეთი რაღაცეები არის ჰიბრიდული პროცესები. ერთია რომ კაცობრიობას უკვე ჭირდება და მოთხოვნილება გაჩნდა და მეორე რაღაც ნაწილი რომ ვიღაცა ამაში ხედავს კონტროლს და მოგებას და ანუ სარგებელს რა. ანუ ეს ერთდროულად ხდება. ცალკე არც ერთი არის. აი კაცობრიობას ბევრი რამე გჭირდება, მაგრამ არ არის. განკურნება გჭირდება, მაგრამ არ არის. მაგალითად, სიმსივნისგან განკურნების წამალი პანაცეა არ არსებობს მაგალითად. რაღაც შიმშილის, ხალხი რომ შიმშილოს, ამისგანაც გჭირდება გამოსავლის პოვნა, მაგრამ არ არის ჯერ კიდევ. ანუ თუ ჰიბრიდული მექანიზმი არ არის, რომ გამოსავლას საჭიროება გაჩნდა და პლუს ამას ვიღაცა აქედან სარგებელს ნახულობს, ხო? რა თქმა უნდა, ეს მექანიზმი არ დაიქოქება და არ იმუშავებს. ანუ ელექტრონული ფული რომ ავიღოთ, იგივე პროცესებს გაივლის, როგორც გაიარა მაგალითად ბარათმა, როგორც გაიარა ფულმა თავის დროზე, მერე ბარათმა, მერე აი თქვა ბიტკოინმა, მაგალითად, ხო, ბიტკოინი რაღაც გავიდა რაღაც დონეზე, დასტაბილურდა და რაღაცნაირად ადამიანები იყენებენ. მაგრამ ამაში საშიში არაფერი არ არის, ხო? ხო, ეხლა შემდეგი კიდევ ერთი თემა, ეს არის ადამიანთა კატეგორიების შესახებ. ის რომ ისევ იარსებებს ნაღდი ფული და მუდმივად იარსებებს ჩემის აზრით. და რატო ამბობ? იმიტომ ამბობ ამას, რომ როგორც წეგან აღნიშნე, აი ფული არსებობს მინიმუმ 25 საუკუნეა, მაგრამ დღეს ამასთან ერთად არსებობს რა? მანამდე რაც იყო, ანუ ნატურალური მეურნეობა. აი სადღაც მთაში ვიღაც 2-3 ოჯახი ცხოვრობს, წელიწადის 90% ერთმანეთთან აქვს ურთიერთობა, შეიძლება იშვიათად ჩამოვიდნენ ბარში და ერთი ამზადებს ხორცს, თქვათ, მეცხვარეობას მისდევს, მეორე პურსაცხოვს, მესამე რაღაც კარტოფილი მოყავს. აი, რა თუნდათ იმათ ფული, ხო? ძალიან მარტივად ერთმანეთში ცვლიან რაღაც ერთი ცხვარი ღირს, ორი მეშოკი კარტოფილი მაგალითად და ასე შემდეგ და იქ პურზეც რაღაც გარკვეული შეფარდება არის. ესეთი რაღაცები ხო ხდება დღესაც. შეიძლება საქართველოში, ესეთი ხდება საქართველოში, მაგრამ სხვა ქვეყნებში ხო ხდება, ხო, განვითარებულ ქვეყნებში სხვა არის ესეთი მცირე ჯგუფები, რომელიც ნატურალურ მეურნეობას მისდევენ რაღაცნაირად. ინდოეთში არის მაგალითად ესეთი, იქ საერთოდ ფილოსოფია აქვს მაგის, რაღაც კასტებია თუ კლასებია, ხო, დაბალი კლასის წარმომადგენლებს საერთოდ ცივილიზაციასთან შეხება არ აქვს. ანუ ის ფაქტი, რომ ფული ამდენ ხანი არსებობს და მაინც შემორჩა ნატურალური მეურნეობა ყოთ მცირე ფორმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფული, ნაღდი ფული აუცილებლად საჭირო იქნება დიდი ხნის განმავლობაში
ოღონდ რა თქმა უნდა პროცენტულად მცირე ფორმით. ხო, როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ? რაღაცა ნაწილი, თქვათ, ის თუ 1%-ია, რომელიც ნატურალურ მეურნეობას მისდევს, რაღაც 5-10% აუცილებლად იქნება, რომელსაც არ ექნება ელექტრონული ფული და გამოიყენებს ნახტ ფულს, ხო, ქაღალდის ფულს მაგალითად. იგივე აი მთაში ცხოვრები ვიღაცა წყემსი, რომელიც აწარმოებს მატყლს, ხორცს, ყველს და იმას ერთადერთი რაც უნდა რომ ვიღაც რომ ავა მისცეს ეს პროდუქტი, ფული აიღოს და მერე როცა მოიცლის, ჩამოვიდეს ქალაქში და იყიდოს პური ან რაღაცეები, ტანსაცმელი და წაიღოს. მეტი არაფერი არ უნდა. იმას თუ არ აინტერესებს ის შენი ბარათი, იქ მერე ყოველთვიური თუ ყოველწლიური დავალიანება, მერე იმ ბარათს რომ ვადაგასდის, ზოგჯერ არ მუშაობს. SMS-ები იმაზე და ესეთი რაღაც თუ არ აინტერესებს. მარტივად უნდა იმას ყველაფერი. დღემდე არსებობენ მოხუცი ბებოები, რომელიც პენსიებს იღებენ და დღემდე ჭირდებათ, ხო, ამდენ ხანი ბარათს იყენებენ, ხო? დღემდე ჭირდებათ დახმარება, რომ როგორ შეიყვანოს PIN კოდი, იქ რაღაცა სხვანაირი ინტერფეისი რო უკვე ვეღარ იგებს რა არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? იმისთვის ეს წვალება. ანუ მარტო ამაზე არ არის საუბარი, რომ ვიღაცა რამეს ვერ აითვისებს, ვიღაცას არ უღირდეს, შეიძლება არც უღირდეს ეს. სანამ რა თქმა უნდა, იგივე მაგალითად ავიღოთ მეცხვარის მაგალითი, ერთი მეცხვარე თავისი შრომის მოყარებით გამდიდრდა, ის ფულიც ბევრი დააგროვა და ამას სადღაც შენახვა ხო უნდა, ხო და მერე გაიგო, რომ ამისთვის სწორედ ამისთვის არსებობს ბანკები და ბარათები. ის წავა და ამას ყველაფერს იქ დააბანდებს, ხო? მაგრამ ის კონკურენტია უკვე სხვა მეცხვარეების, ხო, რომელთაც ამდენი შემოსავალი არ აქვს. აი მათ უკვე აღარ უღირთ ბარათები და ისინი, ანუ ესეთი 1, 2 და 5 და 10%-იანი კატეგორია ადამიანებისა ყოველთვის იარსებებს, რომელიც ძველ სისტემებზე იქნებიან. ყოველთვის რა, ეხა თუ ევოლუციური ნახტომი არ განვიცადეთ და რაღაცა სხვა კონცეპტუალურად სხვა მდგომარეობაში არ გადავედით, დიდი ხანი ყოველ შემთხვევაში მრავალი ათეული და ასეული წლები შეიძლება ეს ასე იყოს. გარდა ამისა არსებობს კანონი, ხო, კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები. ადამიანის უფლებები ისეთივე მონაპოვარია კაცობრიობის, როგორც მაგალითად, რავი, დენი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. ამას ადამიანი გადააგდებს, როდისმე რა თქმა უნდა არასოდეს, ხო? ისევე არ გადააგდეს ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებების დომინირებამ გარკვეულ დონეზე რაღაცები დაალაგა კაცობრიობაში. ხო და ეს ადამიანის უფლებები მათაც შეეხება, ვისაც უბრალოდ არ შეუძლია ან არ უნდა ელექტრონული ფულის გამოყენება, ხო? ანუ რა თქმა უნდა, ეხლა გასაგებია უკვე თქვენითაც მიხვდებით, რომ კატეგორია იქნება პროცენტულად მცირე რაოდენობა და სამაგიეროდ აქეთ იქნება კომფორტი, ვინც ელექტრონულ ფულს გამოიყენებს. დაკარგვის და ასე შემდეგ საშიშროება ნაკლებად იქნება, ხო? მე გეტყვით, რომ ჩემი აი დაკვირვებით რა, მინიმუმ 30% მაინც არსებობს ადამიანებისა, რომელსაც უბრალოდ სურვილი, რა თქმა უნდა, ბარათებსაც იყენებენ, ელექტრონულ ფულსაც გამოიყენებენ, მაგრამ სურვილი აქვთ, რომ კონდეთ ასევე ნაღდი ფული. არ აქვთ სურვილი, რომ მათი სრული ბიუჯეტი ჩანდეს. ყოველთვის რა ვიღაცეების მიერ. არ აქვს მნიშვნელობა ვის მიერ, ვიღაცეების მიერ. ესეთი მინიმუმ 30% კატეგორია ნამდვილად არსებობს. ასე რომ ეს ყველაფერი ფაქტია და ამას ვერ გავეკეთე. ანუ რაღაცა სასწაულად რომ წარმოგიდგენია, რომ უიდა ვიღაცა ყველაფერი გათიშა და უცებ საჭმელს ვერ შევჭამთ, რომ ელექტრონული ფული თუ გაგითიშეს და დარჩები მშიერი და მოკვდები ერთ-ერთ დღეში, ესეთი რაღაცა შეიძლება ვიღაცა გიჟი გადარეული უცებ რაღაცა მოუაროს და გააკეთოს, მაგრამ ეს იქნება მცირე ხნით. მაშინვე სისტემა იმუშავებს მასის სახით და რაღაცა სადღაც ბზარები გაჩნდება და მე ჩამოინგრევა, რა თქმა უნდა, ხო? ეს როგორც ევოლუციას ახასიათებს, მე უკვე დაალაგდება უფრო რაღაცეები და აი ის იქნება, რაც თქვი რა, კატეგორიების მიხედვით. და ბოლოს რაც მინდა აღვნიშნო, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც ალბათ თქვენც გაგიჩნდათ კითხვა ამ ამასობაში, ამაზე საუბარში, რომ თუ ის არ არის საიმედო, რომ შეიძლება დაიკარგოს, ფიზიკური შემხებლობა გაფუჭდეს, ვიღაცა მოიპაროს, ნახტ ფულს გულისხმობ, რამდენად საიმედოა ელექტრონული ფული. მე როგორც ამ საქმეებში, ამ ტექნოლოგიებში მოტრიალე პიროვნება შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, არაფერი არ არის სანდო. რაც უფრო მეტი მოქნილობაა საჭირო, მით უფრო არასაიმედოა, რაც გულისხმობ. რა თქმა უნდა, ელექტრონული ფული არ არის სტატიკური მექანიზმი, ხო, ეს არის ის, რაც მუდმივად, ეს არის მონაცემები, რომელიც მუდმივად იცვლება, ხო? მუდმივად ყოველ მიკროწამში და მილიწამში ეს მონაცემები შეიცვლება. ამისაც საჭიროა სპეციფიური ელექტრონული სისტემები, ხო, უზარმაზარი სერვერები. შესაბამისი უზრუნველყოფა ამის ყველაფრის, რომ დაცული იყოს მაქსიმალურად, თქვათ, აი დღეს როგორც მოდაშია, რომ აკეთებენ თაში ჭრიან, რომ იქ ტემპერატურა დაბალია,
და ტემპერატურის დაგდებაზე ენერგია აღარ ეხარჯებათ, ხო? ეს აიაფებს სერვერების შენახვას და ესე არის მე მგონი Facebook-ის სერვერებიც რაღაც ნაწილი, ეხლა იგივე საკეთებენ ხელოვნურ ინტელექტზე და ასე შემდეგ. რაღაც გასი იქნება, მაგრამ ეს იქნება ძვირიანი ტექნოლოგიები. რამდენადაც მოქნილი იქნება, იმდენად არასაიმედო. შეიძლება გაფუჭდეს. არსებობს ეგრეთ წოდებული ბექაპის ცნება, მაგრამ ოდესაც ადამიანები აკეთებენ ასეთ არასაიმედო ტექნოლოგიებს, ასევე აკეთებენ სარეზერვო კოპიების შენახვას, ხო? აი როგორც თქვენს მობილურშია სარეზერვო კოპია, რომ ინახება სადღაც ინტერნეტში, თქვენი სურათების და ვიდეოების, ხო? სარეზერვო კოპიები, რა თქმა უნდა, ესეთ სისტემები იარსებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხო არა საიმედოა, ხო? რა ვიცი, ჰაკერები, იქ რაღაც სისტემა გამოვიდეს წყობრიდან, რაც რთულია, მით უფრო მოწყვლადია, რომ რაღაცა გაფუჭდეს. რა ვიცი, აი 1000 გლობალური კატაკლიზმია კიდე, მაგალითად ელექტრომაგნიტური იმპულსი, რაღაც მზის რადიაცია და ასე შემდეგ, რომელიც რაღაცას დააზიანებს. ბოლოს და ბოლოს თუ სერვერები არ დაზიანდა, თქვათ, მიწისძვრით და წყალდიდობით და რაღაც ეგეთებით, შეიძლება ხაზები დაზიანდეს, ელექტროგადამცემი ხაზები, ანუ უბრალოდ ინტერნეტის გადამცემი ხაზები, სატელიტები, რომელიც ინტერნეტს გადასცემენ და კავშირი დაკარგოს თუნდაც ერთ ქვეყანამ ინტერნეტთან და ესე იგი რაღაცაზე გადახდა ვეღარ გააკეთო. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ იმდენად დებილებმა გააკეთეს, რომ ესეთი რაღაცეები რომ მოხდეს, პური ვეღარ უნდა იყიდო? რა სისულელეა, ხო? კაცობრიო ამას ყველაფერს გაითვალისწინებს. ჯიბეში უნდა გედოს რაღაც ფული და წახვიდე მართლა პური იყიდო, რაღაცა კარტოფილი, ზეთი და შეწვა და მიირთვა. ანუ ესეთი რაღაცეები არც მომხდარა, ესეთი ანუ უგუნური გადაწყვეტილებები, რომ რაღაცაზე დამოკიდებული იყოს კაცობრიობა სრულად და ეს რაღაცა იყოს ძალიან მოწყვლადი. თავისი ანუ აქ როგორც წეგან თქვი ამას ყველაფერს აკეთებს საზოგადოების ის ნაწილი და ის სისტემა მართლობის სისტემები რომლებიც ამაში ხედავენ მოგებასად და ისინი ისე არ გააკეთებენ რომ ამ მოგებაში ხელი შეეშალოთ ხო ესეა ხო და ამაზეა საუბარი კიდევ ერთი საკვანძო ფაქტორი რომელიც დაკავშირებულია სხვათა შორის შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ მაგრამ კრიმინალურ სამყაროსთან რამდენადმე მაგრამ ეს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი უფრო შედეგია იმისა, რაზეც ახლა უნდა ვილაპარაკო. საქმე რაშია, რომ ადამიანს ბუნებრივად აქვს მოთხოვნილება ფარული ენერგია. ანუ რას გულისხმობ? აი, პიროვნებას უყურებთ, ხო? თქვენ თვალწინ დგას ადამიანი უყურებთ და იცით რომ იგი რას აკეთებს, ან რა გაუკეთებია და ასე შემდეგ. ეს ერთი და მეორე კიდევ არის რისი პოტენციალი აქვს მას, ხო? ის თავის პოტენციალს ბოლომდე ვერ დადებს. არ შეუძლია უბრალოდ, ფიზიკურად არ შეუძლია რომ ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია, ხო? ხო, რა პოტენციალიც არის მასში. ნუ ეს მიხვდებით, რასაც გულისხმობ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნილება აქვს, ბუნებრივი მოთხოვნილება ადამიანს, რომ კონდეს რაღაცა ფარული ენერგია. და გარკვეული გაგებით ფულიც არის ენერგია. ჩვეულებრივი ენერგია, პოტენციური ენერგია ადამიანის. ანუ შენ რომ გაქვს ფული, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გაქვს საკვები. ანუ მინიმუმ შეგიძლია საკვები იყიდო და იარსებო. და მაქსიმუმ ახლა საკვების გარდა ბევრი სხვა რაღაცის ყიდვა შეგიძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გაქვს პოტენციური ენერგია, როცა გაქვს ფული. არ აქვს მნიშვნელობა ეს 1 ლარი, 10 ლარი თუ მილიონი, ხო? შესაბამისად გაქვს მცირე ან დიდი ენერგია. ადამიანის შინაგანი მოთხოვნილებაა, რომ ყოველთვის კონდეს რაღაცა ფარული ენერგია. მაინც ახლა ბალიშებში ფულების შენახვას არ გულისხმობ, უბრალოდ ეს ფუნდამენტალურ პრინციპზე ვსაუბრობ მე. აი ეს რო ახსენე 30%, ხო? ეს ის რაოდენობაა დაახლოებით, ჩემი დაკვირვებით, რომელიც აშკარა წინააღმდეგ იქნება ყოველთვის, რომ გაუქმდეს ნაღდი ფული. ხელშესახები ნაღდი ფიზიკური ფული. ამის აშკარა წინააღმდეგ იქნება. მაგრამ 99%-ში რაღაც დოზით ყველა ადამიანში არის ის, რომ კონდეთ ამ ტერმინებით რო ვილაპარაკოთ, უკვე ფარული ენერგია რაღაც რაოდენობით. ეს დაკავშირებულია სხვათა შორის მაგალითად ისეთ ფენომენთან, როგორც არის მაფიოზები, მაფიური სინდიკატები. აი მაგალითად ცნობილი თემაა, რომ იაპონიაში იაკუძას გარკვეული დაჯგუფებები კანონში რეგისტრირებულია, კანონის მიხედვით რა. შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა თანამშრომლობს მათთან. ბჭყალებში რო ჩავსათ თანამშრომლობა. ანუ მათ რაღაც კანონის ფარგლებში სვავენ და ამის მიზანი არის, რომ კონტროლი განახორციელონ მათზე. თქვენ წარმოგიდგენიათ და დაახლოებით იგივე, თქვათ, შეიძლება ითქვას იგივე სიცილიურ მაგალითად იტალიურ მაფიაზე რა. ანუ ისინი ამას როგორც აპრიორად იღებენ, როგორც მოცემულობას, რომ ეს კრიმინალური სამყარო ყოველთვის იარსებებს, თავარია გავაკონტროლო. ამაზეა საუბარი, ხო?
და შესაბამისად ამას ახერხებენ. ეხლა ზოგიერთი ქვეყანა იტანს ამას, ზოგი ვერ იტანს. საქართველოს ვერ იტანს მაგალითად. აქ როგორც რაღაცა კორუფცია გაჩნდება, ან მაფიოზური კულტურები და აღმოცენდება, ყველა მაგას ყვება და ყველაფერი ირევა. იაპონია იქ ახერხებენ რაღაცნაირად ინკაფსულაციას, ანუ გამოყოფას, დანარჩენი საზოგადოება ჩვეულებრივ ცხოვრობს და ეს მაფიური სტრუქტურები, როგორც იაკუძა, თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ. თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ როგორც თქვი, ან კონტროლირებადია მათი არსებობა რა. ანუ იაპონიის შემთხვევაში იმდენად სრულიად შერწყმულია ეს ყველაფერი ერთმანეთთან, რომ უცებ რომ გაქრეს ეს რაღაც მიზეზით, ეს იქნება არანორმალური, დესტრუქციას გამოიწვევს ასეთ ქვეყნების, ხო, ანუ ეს მაფიოზური სტრუქტურები რომ უცებ ადგენენ და მოშალონ, გააქრონ, აღარ არსებობს და მორჩა რა. და რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს, ხო? იგივე ელექტრონული ფულის სრულად გახსნილობა, ანუ ვიღაცა გახსნილობამ, ანუ ვიღაცა სადღაც თუნდაც პლანეტის მეორე მხარეს თუ ზუსტად იციან, აი ესა თუ ის მაფიოზური სტრუქტურა რა თანხას ფლობს 1 ცენტამდე თუ იქ რაც არის ვალუტა, რა თქმა უნდა ეს მათ ინტერესებში არ შედის. როგორც წარმოგიდგენიათ, ახლა რომელიმე მაფიოზური სტრუქტურა, კი არა, ჩვეულებრივი მოქალაქეები მილიონობით ხან ინახავენ თანხას და ამ დროს კრიმინალური დაჯგუფება როგორ გაასაჯაროებს თავის, ხო, არარეალურია მოკლედ. მოკლედ რისი თქმა მინდა ამით, რომ ძალიან ბევრი კარგი თუ ცუდი სექტორი საზოგადოებისა, ასე ვთქვათ, არსებობს, რომელსაც არანაირად არ აწყობს ნაღდი ფულის სრულად გაუქმება. ეხლა მაფიური სინდიკატები რომ არ დავლენ ნატურალურ მეურნეობაზე, ეგეც გასაგებია, ხო? კაი, ეს ამასთან დაკავშირებით მინდა რომ ეს ამით დავამთავრო ეს მომენტი და კიდევ არის ერთი საინტერესო, აი რა შეიძლება იყოს კონტრარგუმენტი ამ ყველაფერს. აი მაგალითად შეიძლება ეს ამ ყველაფერს რაც ვილაპარაკე აზრი დაეკარგოს იმ შემთხვევაში, ანუ ნაღდი ფულის საჭიროებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიური სტრუქტურა მომავალში, ეკონომიური პროცესების მექანიზმები არსებითად შეიცვალა. მაგალითად, აი რა ვიცი, ხა რაც თავში აზრად მომივიდა უცებ, გახდა ყველაფერი სერვისის ტიპის. ანუ აი მაგალითად დაახლოებით იცი რა საკვები გინდა ერთ კაცს თვეში და წინასწარ იხდი იმ თანხას. რაღაცა თანხას იხდი მაგალითად 300 ლარს პირობითად ან 500 ლარს და ნუ ერთი თვის განმავლობაში რამდენიც გინდა აიღე, რამდენიც გინდა ჭამე. ეხლა ნუ ის არასერიოზული იქნება, რომ ადამიანები იმდეს აიღებენ, რომ გაუფუჭდე და გადასაკრელი გახდეს. ამასაც კანონი დაარეგულირებს, ხო, ეს გასაგებია. მაგრამ სერვისის სახე რო კონდეს, რაღაც წინასწარ თანხას გადაიხდი და თვის განმავლობაში რა მაღაზიაში გინდა შეხვალ და იმ ფარგლებში რაც გეკუთვნის, რაც საკვებსაც გინდა აიღებ, ხო? ასეთ შემთხვევაში თუ ამ სახით იქნება, თქვათ, საკვები, ხო, და არა ერთჯერადი ყიდვით. მაგალითად, რომ მოხდეს გადახდის სისტემების დაზიანება, ან მოპარვა, ან რამე ასეთი კატასტროფული შეფერხება, ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ ადამიანი მშიერი არ იქნება. ხო ეგრე, ანუ შენ გადახდილი გაქვს და მაგალითად 2 კვირა ვეღარ იხდი თანხებს იმის გამო რომ რაღაც სისტემა წყობრიდან გამოვიდა და მშიერი ჩები, რა თქმა უნდა არ იქნება ეს, ხო? ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ შენ საშუალო საჭმელიც კონდეს, ტანსაცმელიც გადახდილი გაქვს, ტანსაცმელი კონდეს, რაღაცა, რა ვიცი, ინტერნეტი და როგორც არის, ჩვეულებრივი ინტერნეტის სერვისები როგორც არის, თვიურად რომ. ანუ თუ რაღაცნაირი ზიანის აღდგენის პერიოდი გაცილებით ნაკლებია ვიდრე სერვისის პერიოდი, ხო? მაშინ ასეთი რაღაცები, ასეთი პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რაც მე ვახსენე, რომ წყობრიდან შეიძლება გამოვიდესო, ასეთი პრობლემები რა თქმა უნდა გამოირიცხა. ნუ სხვა კიდევ რა შეიძლება იყოს, ეს უკვე მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ უახლოეს მომავალში, განმავლობაში რა თქმა უნდა, მსგავსი რაღაცა, რომ სრულიად ამოვარდეს ნაღდი ფულის საჭიროება, ეს რა თქმა უნდა გამორიცხულია. ერთადერთი რაც არის, რომ დროებით იყოს რაღაც და ნუ ამ რეფორმამ არ გაამართლოს, რეფორმამ ჭყალებში რა თქმა უნდა. ხო, აი ეს იყო ძირითადი მომენტები. მე მგონი არაფერი გამორჩა, ანუ რაც დავალა გეგონებაში, არაფერი გამორჩა და რავი, მე მგონი რომ სხვანაირად შეხედავთ ამ მომენტს და რაღაცა ზაპრული წარმოდგენები ამ რაღაც გაურკვეველ ტოტალურ კონტროლზე და შიში ელექტრონულ ფულზე, რაც მალე ვადაპტირდებით და ადაპტირება ეს ცოცხალი არსების ერთ-ერთი ღირებული თვისებაა და რაც მალე ადაპტირდებით, როგორც ქვეყანა მით უკეთესი. კარგით, გმადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.